26 წლის მასწავლებლის მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა გახდა. პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე დაზარალებულ სახის არეში მუშტი დაარტყა. ავალიანი კი წაიქცა და სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო. დანიშნულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. ქართველი კაცი იტალიაში ძვირფასი ნივთებისა და სანადირო იარაღის ქურდობისთვის დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით დანაშაულში ბრალდებული 27 წლის ახალგაზრდა ოჯორეალეს ციხეშია გადაყვანილი. ამოღებულია მოპარული 5 სანადირო ტოფი. ბიუჯეტიდან მილიონების მოპარვა გრძელდება. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი თანხიდან 4 მილიონ ლარზე მეტის დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შვიდის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. რესტორან ქვევრის დამფუძნებელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ. ამ დროისთვის ბიზნესმენისა და მუსიკალური პროდიუსერის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ბასლანძე გულის შეტევით იტალიაში გარდაიცვალა.